მოგესალმებით ტელემაყურებლებო, პირველ რიგში გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ყველას და დღეს ჩემს რუბრიკაში ვისაუბრებთ მუსიკალურ სპექტაკლ კინტოზე, ქართულ კულტურაში ერთ-ერთ კოლორიტულ ფენომენზე, რომელიც სიმბოლოა ქართული ქალაქური ცხოვრების, ასევე ძველი თბილისის ატმოსფეროს, ხალხური კომედიისა და ასევე ცეკვას სიმღერის. ასეთი სპექტაკლები ხშირად მუსიკალურ კომედიური ჟანრისაა, რომელიც კარგად აცნობს მსმენელს ქალაქურ ფოლკლორს. სწორედ მუსიკა არის ის, რაც ძალიან დიდ როლს თამაშობს ასეთ სპექტაკლებში. საქართველოს დამსახურებული კომპოზიტორი და მუსიკოსი ქალბატონი ნუნუ გაბუნიას შემოქმედება, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული ემოციურობითა და მელოდიურობით, ძალიან კარგად გამოხატავს თბილისის სულს ამ სპექტაკლში და მისი შემოქმედება ცოცხალ ორკესტრთან ერთად, მისი თანხლებით და ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით სრულდება სპექტაკლში. ძალიან დიდი შემოქმედებითი ჯგუფი, გამორჩეული, ასე ვთქვათ, მსახიობები თეატრის და ქალბატონი ნუნუ გაბუნიას მუსიკა სპექტაკლ კინტოში ჩემთან სტუმრად არიან ჩემი საყვარელი მსახიობები, ქალბატონი მარინა კახიანი, ნიკო ნანიტაშვილი და ნუნუ გაბუნია არის კომპოზიტორი, ჩემი უსაყვარლესი ჩემთან ეთერში და უღრმესი მადლობა ძვირფასებო სტუმრობისთვის, ასევე ჩვენ შემოგვიერთდება კონცერტმაისტერი, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ლევან ჩხაიძე, ჩემი საყვარელი მუსიკოსი, რომელიც შემდგომ უკვე გაგვაცნობს, ასე ვთქვათ, მუსიკალურ ნაწილს ნიკოსთან ერთად. მოგესალმებით. მე პირდაპირ კითხვით უნდა გადმოვიდე ქალბატონო ნუნუ თქვენთან, ძალიან დიდი პატივისცემით თქვენი რეპერტუარის, ასე ვთქვათ, მუსიკალურ ნაწილში და კარგად ვიცნობ ამ სიმღერებს და ჩემთვის ძალიან საყვარელია ყველა. თუმცა ეს არის საესტრადო მიმართულება, ხომ სწორია? და საინტერესოა ახლა ამ სპექტაკლის ფარგლებში როგორი არის მიუზიკლის გამოცდილება თქვენი მხრიდან და რომელს უფრო მიანიჭებთ მაინც უპირატესობას? თქვენთვის საყვარელი რომელი არის, თუ შეგვიძლია? ისეთ რა, მიუზიკლი და ოპერეტა. მე ოპერეტა დავწერე და ეს კინტო იდგმებოდა 96 წელს იყო პრემიერა სწორედ. მაგრამ ეს იყო ოპერეტა, ოპერის მომღერლები, ვისაც ესეთი ვოკალური ის აქვს, კლასიკური ვოკალი. ისინი მღეროდნენ. მე რეჟისორი იყო ისეთი, რომ სულ უნდოდა, რომ ქალაქური სიმღერები მეტი ყოფილიყო ამ კინტოში. ეს ახალი კინტო არის სულ სხვა. ეს კინტო მეორე. ეს მოინდომა ნიკა წულუკიძე. ეს უნდა აღვნიშნოთ აუცილებლად. ნიკა წულუკიძის იდეით იყო, იდეით იყო, კი. შემდეგ გოჩა კაპანაძის რეჟისურით და ბასა ჯანიკაშვილიც უნდა აღვნიშნოთ აუცილებლად ახალი ოპერეტას. რაც შეეხება მიუზიკს და ოპერეტას, ეს ერთდაიგივეა უბრალოდ. ოპერეტაში აუცილებლად უნდა იყოს მარტო კომედიური სახის ლიბრეტოები. ეს ლიბრეტო გააკეთა ბასა ჯანიკაშვილმა, თუმცა ძალიან ბევრი დაუმატა გოჩა კაპანაძემ რეჟისორმა და რა გამოვიდა, ეს ალბათ მაყურებელმა უფრო უნდა გას, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ახალი ნომერი მაქვს მე დაწერილი, თუმცა ნიკო ალბათ იმღერებს იმ ძველი კინტოდან თავის სიმღერას. ქალბატონო, აი მაინც რომელს გამოყოფდით ესე რაღაცა განსაკუთრებულად, იმიტომ რომ ვიცი რომ მუსიკალურ სპექტაკლში მუსიკის კეთება კიდევ სხვა რაღაცებს მოითხოვს, ხო? ეს არ არის, ვთქვათ, ჩვეულებრივ რაღაც ვოკალისტისთვის დასაწერი სიმღერა, ხო სწორია? კი, რა თქმა უნდა, მიუზიკში უფრო შედარებით, უფრო საესტრადო მომღერლები უფრო გაალამაზებენ, ვთქვათ, იმ თვითონ ნომერს. ვიდრე საოპერო. თუმცა არის ოპერის მომღერლებიც ბადრი ჩიხიაშვილი, შესანიშნავი ის არის ოპერის მომღერალი, მაგრამ საოპერო ის აქვს მონაცემები ისეთი. ასე რომ ძალიან კარგი ჯგუფი შეიკრა. კი ბატონო, ნამდვილად. გოჩამ დაუმატა კიდე ახალი პერსონები ამ იმაში, რამაც ძალიან გაახალისა მაყურებელი. და რა ვიცი, მე მგონი შედგა.
ეს ნამდვილად შედგა, იმიტომ მე მაქვს ეს ინდო მეორე. მუსიკალური ნაწილი, ნანახი და მოსმენილი უფრო სწორედ. საინტერესო ასევე ერთ კითხვას კიდევ დაგისვამ და შემდეგ გადავიდეთ შემდეგ სტუმრებზე. საინტერესოა გაორკესტრების ნაწილის და საერთოდ რა პერიოდს მოითხოვს ამ ყველაფრის ხორცშესხმა, ასე ვთქვათ და მუსიკალურად მაინტერესებს, რა თქმა უნდა და გაორკესტრებაც, ну ალბათ ესეთი შრომატევადი საქმე. ყავდა იმიტომ რომ დირიჟორიც ისა იმან გაორკესტრა ეს ნაწარმოებები და უნიჭიერესი ბიჭია ნიკვაშვილი უნიჭიერესი და იმდენად იყო თვითონ გადაცებული რომ სადაც ორკესტრი არ უკრავდა ყველაფერი მთელი სპექტაკლის მანძილზე სულ რაღაცას უკრავდა რა თქმა უნდა ამ ოპერეტის იმიდან მე ისე ოპერეტას ვარქმევ ასე რომ რა ვიცი მე მგონი ხალხი კმაყოფილიყო ვინც ნახა კი ბატონო ყველა კმაყოფილი იქნება და დარწმუნებული ვარ მაშინ ქალბატონ მარინასთან გადავალ შეკითხვით როგორც მსახიობისგან ჩემთვის საინტერესოა აი მუსიკის ნაწილში გიწევთ სპექტაკლში სიმღერა ხო? გარკვეულ ნაწილში. მადამ კოკო. კი ბატონო, ეს ძველ კოლორიტულ ქალბატონს წარმოადგენთ როგორც ვიცი და მოგვიყევით თქვენი გამოცდილების შესახებ და თქვენი დამოკიდებულება ზოგადად მიუზიკლების მიმართ. მოგესალმებით რიგში ჩემი აღფრთოვანება ქალბატონი ნუნუს მიმართ და ჩემი კოლეგებს მაყურებელს მივესალმები, მაგრამ სანამ თქვენს კითხვას პასუხს გავაცემ, არ შემიძლია არ მოვყვე დღევანდელი ჩემი ესეც კი ასე თქვათ შეგრძნებების შესახებ. როდესაც მოგეხსენებათ პირველი არხისკენ მოვემართებოდით, პირველი არხის საზოგადოებრივი არხის მსხოლი მამამა კითხა, და რომ ჩავჭექი რადიო ქონდა ჩართული. აი ცხოვრებაში ხდება ისეთი, არ ვიცი სიმბოლიკა დაარქვით, არ ვიცი შემთხვევით, არ ვიცი რა და ზუსტად ერთ წუთში მესმის სიმღერა. ქალბატონი ნუნუს ჰიტი ლეგენდარული ერთხელ მხოლოდ. რომელსაც მე, როგორც მადამ კოკოს სცენაზე ფანტასტიკური მომღერლები მიმღერიან, ყმაწვილები. ვადრი ახსენეთ ჩიხიაშვილი და შესანიშნავი კვინტეტი სერენადა და ეს იყო ჩემთვის უცებ ჩემს ფიქრებში ვიყავი წასული როგორ დავიწყო საუბარი და რა თქმა უნდა ამით უნდა დამეწყო იმიტომ რომ აი ზუსტად თითქოს ჩემთვის ნამდვილად სპეციალურად არ მოხდარა ეს ამბავი მაგრამ აი ესეთი რა მოხდა ძალიან საინტერესო გაგვანეთ ეცით რა მე არაერთხელ დავწმუნებული ვარ აი იმ ფანტასტიკური ფრაზა არსებობს არასოდეს არ არის გვიან ხომ არსებობს რაღაცა აი ესე მოხდა ჩემს ცხოვრებაში რომ პირველად მე მოგეხსენებათ რუსთაველის თეატრის მსახიობი ვარ ძირითადად ტრაგიკული როლების შემსრულებელი არმღერი ნუ ცხოვრების განმავლობაში რამდენჯერმე ჩამიწერია რაღაც სიმღერები მაგრამ პირველად ჩემს ცხოვრებაში ორკესტრთან ერთად პირდაპირ ვიმღერე ხედავთ ესე იგი ყველაფერი შესაძლებელია შესანიშნავი ჩემი სათაყვანებელი კომპოზიტორის ქალბატონი ნუნუ გაბუნიას მიუზიკლი გინათ ოპერეტა დავარქვათ რა მნიშვნელობა აქვს და ისეთ მომღერლებთან რომლებიც არიან თაბრიკო გვერდწითელი ბადრი ჩიხიაშვილი ლაშა ჩემძვირფასი და კვინტეტი და ასე შემდეგ ესე რომ ყოველთვის ყველაფერი შესაძლებელია თურმე ძალიან მიხარია რომ რამდენიმე წლის წინ არ ვიცი ზუსტად ვის დაებადა ეს იდეა რომ მეც ყოფილიყავი ამ პროექტში ოღონდ მაშინ სხვა როლი უნდა მეთამაშა მე მგონი მე რაღაც შეიცვალა და ძალიან მომწონს ჩემი როლი ვოდეილში ვითამაშე პირველად ვიმღერე პირდაპირ ასე ვთქვათ ორკესტრთან პირველად როგორ შეიძლება რომ არ ვიყო ბედნიერი და ახსავსე მომავალი დღის იმედით. აუცილებლად. გადასარევი გამოცდილებაა დარწმუნებული, იმიტომ რომ დაგეთანხმებით, მაგრამ ეს ორკესტრთან ერთად სიმღერა კიდევ ცალკე ფუფუნება არის მომღერლებისთვისაც, საესტრადო შემსრულებლებისთვისაც და ფუფუნება და სირთულე ამას. სირთულე და მართალი გითხრათ ნერვიულობდი. ჩემი მასწავლებელი რომელსაც ვეძახი, ჩვენი საყვარელი ლევან ჩხაიძე მან ვიტევდა. მე ვიყავი ანერვი
აღიულებული რაღაც ისე რომ ვერ მიყრო ბოლოს მითხარ რა იყო კალასი ხო არა ხარ ჩვენ გადასარევი ლევან ჩხაიძე აუცილებლად ხელშეგიწყობდათ დარწმუნებული ვარ. ახლა ნიკოსთან მინდა გადავიდე შეკითხვით აუცილებლად, იმიტომ რომ ნუ ასეთ მომღერლებთან ერთად, ნუ პირველ რიგში ვიცი რომ მსახიობი ხარ, თან მრავალმხრივნიჭიერი, ცეკვებშიც მინახი ხარ და სიმღერის კუთხითაც არაერთხელ მომისმენი ხარ. ჩემთვის ყოველთვის საინტერესოა შენაერი ადამიანები, იმიტომ რომ მრავალმხრივნიჭიერებას ვაფასებ ხოლმე და საკებარი სიტყვები ასე თქვა თამარ გვერდწითელის გვერდით მღერა. ნუ ეს კიდევ სხვა პასუხისმგებლობაა და ორკესტრთან ერთად სიმღერის შესრულება. მითხარი შენი გამოცდილების შესახებ და რომელ ნომერს გამოყოფდი მაინც გაგვანთე. გამარჯობა, მადლობა. პირველ რიგში თქვენ და მთელ საქართველოს ალბომის ბრწყინვალე დღესასწაულს მიულოცავ აუცილებლად. ჩემთვისაც ბევრი რამ პირველად მოხდა აი ამ პროექტში. ნუ მიმღერია, მიცეკვია, სცენაზე მდგარ ვარ ძალიან ბევრჯერ, მაგრამ რუსთაველის თეატრის არტისტებთან პირველად ვიდექი სცენაზე, რუსთაველის თეატრში სპექტაკლის მიმართულებით პირველად ვიყავი, რაც ნებისმიერი მსახიობისთვის და არა მხოლოდ დიდი ბედნიერება. ქალბატონი ნუნუს სიმღერა პირველად ჩემთვის მიმღერია, მაგრამ ესე სახალხოდ არ მიმღერია. ქალბატონ თამარ გვერდწითელთან მე მართალი არ მომიწია დუეტი და ცოტა ღელავდა მშურს ვიღაცების, მაგრამ კი ბატონო, კახასი მშურს, მაგრამ იმედი მაქვს რომ მომავალში აუცილებლად მომიწევს. ბატონ ჩვენს მაესტრო ნიკა ნიკვაშვილთან პირველად ვიმუშავე ორკესტრთან ცოცხალი შესრულებით, ბატონ გოჩა კაპანაძესთანაც პირველად, მოკლედ ბევრი რამ პირველად იყო ჩემთვის და ადამიანისთვის ალბათ თითოეული ახალი გამოწვევა, ახალი გამოცდილება, ახალი საფეხურის ასვლა და მე მიხარია თუ ჩემი პატარა წვლილი შევიტანი ამ ძალიან მაგარ პროექტში. მით უმეტეს მუსიკალური სპექტაკლის მიმართულება ჩემთვის ძალიან საყვარელი და საინტერესოა და ჩემთვისაც. ხო. და აქედან გამომდინარე მგონია ორი სპექტაკლი ვითამაშეთ სულ, მაგრამ იმედი მაქვს და დიდი სურვილი რომ გავაგრძელებთ და იქნება ბევრჯერ და ბევრჯერ არა მხოლოდ ეს ახლებიც შემოგვემატება. მე ვიცი რომ რეგიონებში გეგმავთ ახლა ამ სპექტაკლის გაცნობას, როგორც ვიცი და იმედია რომ სამომავლოდაც დაიგეგმება ხშირად. ქალბატონო, თქვენთან კიდევ ერთი კითხვა მაქვს ასეთი. ხშირად მსმენია ხოლმე რომ კომპოზიტორებს, ნუ არის ხოლმე ასეთი მოსაზრება რომ ის რაც იწერება თავდაპირველად, ამის სახეცვლილებას, ნუ ბევრი კომპოზიტორი ასე ფართოდ არ ემხრობა ხოლმე. თქვენ შემთხვევაში საინტერესოა, ნუ ჯერ საინტერესოა თვითონ მუშაობის პროცესში თუ ერთვებოდით ხოლმე, ასე ვთქვათ, მსახიობებთან, რაიმე მითითებები თუ გქონდათ და თქვენ როგორი დამოკიდებულებით ხართ ამ სიახლეებთან დაკავშირებით? ჩემთან სახლში ვიკრიბებოდით, რომ მინდოდა რომ გაცნობოდა იმას, რაც მე დავწერე. ახალის და ძველიც. შეისწავლეს თითქოს, მაგრამ მე გავხდი ავად ისე მახველებდა, ისე ცუდად ვიყავი, რომ რეპეტიციებსაც კი ვერ დავესწარე. მიუხედავად იმისა, რომ ერთ სული მქონდა მომისმინა ორკესტრთან ერთად, როგორ გაჟღერდებოდა თითოეული ნომერი. და ვამბობდი, რომ ღმერთო, მომარჩინე, ისე რომ პრემიერას მაინც დავესწრო, მეთქი ვფიქრობდი, რომ პრემიერასაც ვერ დავესწრებოდი იმ ორ დღეს, როცა დაიდგა ეს ჩემი, ასე ვთქვათ, კინტო მეორე. და იმ დღეს საოცრება მოხდა. ესე იგი, ძალიან ცუდი ამინდები იყო ხომ, წვიმა, ქარი, ყველაფერი. და ორი დღე ჩვენი კინტო რომ მიდიოდა, ამ ორი დღის მანძილზე ფაქტიურად ზეანათებდა, სითბო იყო და გამოვედი როგორმე იმ დროს, როცა მთელი თვე გარეთ არ გამოსულ ვარ და აი და რა თქმა უნდა ბევრი რაღაცა ის ახლებ მაინტერესებდა, როგორ გაჟღერდებოდა. თუმცა ნიკოს ძველი ოპერეტიდან აქვს დარჩენილი
კოციას სიმღერა. კოციას სიმღერა, რომელსაც ახლა ხო, ალბათ მოვისმენთ. ჩემი მეორე ნაწილში და გადავინაცვლოთ მუსიკალურ ნაწილზე მაშინ და შეგვიძლია შევასრულოთ უკვე ლევან ჩხაიძეს აკომპანემენტით. რა თქმა უნდა, დიდი მადლობა მას ასეთი მუსიკალურობისთვის და მისი გაწეული სამუშაოსთვის და მოკლედ მსმენელს მინდა შევახსენე რომ კოციას სიმღერა პატარა საყვარელო შესრულდება ახლა ნიკო ნანიტაშვილის მიერ და ლევან ჩხაიძის აკომპანემენტით. მე კი დაგემშვიდობებით დროებით. შაქრით მყავდი გაზრდილი შენთვის ვლეკიდით კიდე პატარა საყვარელო შენ რაღაც დამამაცირე გული შენ მოგიწვევენი სული შენ შემოგწირე პატარა საყვარელო შენ რაღაც დამამაცირე გული შენ მოგიწვევენი სული შენ შემოგწირე პატარა საყვარელო შენ რაღაც დამამაცირე პატარა საყვარელო შენ რაღაც დამამაცირე ბრავო ნიკო, ძალიან დიდი მადლობა ასეთი გემრიელი შესრულებისთვის. მე კი დაგემშვიდობეთ, თუმცა ვერ გაუშვებდი ჩემს სტუმრებს. ბოლო საუბრის გარეშე აუცილებლად უნდა შევაჯამოთ, ასე ვთქვათ, ჩვენი საუბარი მიუზიკლის შესახებ. ზოგადად მიუზიკლი, როგორც აღვნიშნეთ უკვე ბევრჯერ და მასში არსებული მუსიკა ძალიან ბევრ რაღაცას აძლევს მსმენელს და საინტერესო ჩვენ ვისაუბროთ, კიდევ გვაქვს ცოტა დრო და შეგვიძლია რომ ვთქვათ იმ სიკეთეებზე და დადებით მხარეებზე, რაც მიუზიკლის მუსიკას გააჩნია, რას აძლევს ეს მსმენელს და სამომავლოდ რას ვისურვებდით მუსიკალურად თუ შეგვიძლია ასეთი შეჯამება გავაკეთოთ. აი მინდა რომ ძალიან ბევრმა ჩვენმა კომპოზიტორმა დაწეროს მიუზიკლები, იმიტომ რომ ყველანაირ თემაზე შეიძლება მიუზიკლში, ოპერეტაში არა, იქ მარტო უნდა იყოს კომედიური ხასიათის. აქ შეიძლება ტრაგიკულიც იყოს. აი ამითი განსხვავდება მიუზიკლი და ოპერეტა, რომ აქ შეიძლება იყოს კომედიაც, შეიძლება იყოს ტრაგედიაც და რა ვიცი, მე მაქვს ძალიან ბევრი მიუზიკლი მაქვს და ის რომელიც დადგმულა რუსთავში, თბილისში, კარგა ხნის წინ. რაღაცები მინდა ისევ აღვადგინო. აი ბავშვების ის მაგალითად პიპკია და 7 ჯუჯა. ძალიან კარგი სპექტაკლი იყო. ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო საგანმანათლებლო მიმართულებითაც. ნახოთ, თუ მოხერხდა ისე რომ ეს სპექტაკლი სახალწოდ პატარა ბავშვებისთვის დაიდგა, ძალიან კარგი იქნება, მე მგონი, რა ვიცი.
უნდა იყოს საინტერესო. ძალიან დიდი მადლობა მინდა მოვახსენო კულტურის მინისტრს, კულტურის სამინისტროს, იქ ახალი ის არის კიდე რაღაც ახალგაზრდების სახელმწიფო ისინი ძალზე იყვნენ ჩართულები, მერია დამეხმარა რომ დადგმულიყო ეს სპექტაკლი და მათ გარეშე ალბათ არ მოხდებოდა ასე და სიმღერის ანსამბლი აფხაზეთიც იყო როგორც ვიცი აქ ჩართული და მოკლედ ყველას ძალიან დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა თქვენ ქალბატონო ნუნუ ასეთი მუსიკის კეთებისთვის პირველ რიგში მარინა ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და წინ დიდი გეგმებია როგორც ვატყობ და იმედი მაქვს რომ თქვენი მუსიკა კიდევ არაერთხელ გაჟღერდება სპექტაკლებში და ასე ვთქვათ ამ მუსიკის საშუალებით მოცემთ ხასიათს კარგად. ძალიან დიდი მადლობა ყველა სტუმრობისთვის და მე ამ ნოტზე დაგემშვიდობებით ბედნიერად